როგორც იქნა თათასთან ვარ. წავალთ რამდენიმე მაღაზიას დავათვალიერებთ და მოვიწყობთ შოპინგის დღეს. თან კაია. ფრანკფურტი მთლიანად ამოვწურეთ, მე მგონი. აი, არ ვიცი, მკვდარი არის ქალაქი. კიდევ მინდა თუ არა მეხუთე ესეთი ჯინსი. რომელი ჯობია, არ ვიცი. თვალი მაქვს დადგმული აი ამ ზეთზე. აუ სხვათა შორის გუჩი ძალიან არ მიყვარს რატომღაც. გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ეს ადგილი უკვე ტრადიციად იქცა, რომ აქ უნდა დავდო კამერა და გითხრათ, რომ მივფრინავ. მე მგონი დამებედა და ძალიან კარგი რაღაც დამებედა. ერთი კვირის მერე, რაც ათენიდან ჩამოვედი, ისევ მივფრინავ გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში, ჩემს დაქალთან, მეჯვარესთან და გავატარებ დაუვიწყარ 2 კვირას, იმიტომ რომ მივდივართ კენდრიკ ლამარის კონცერტზე. ეხლა არის შაბათი და დღეს ღამე მაქვს ფრენა 3 საათზე. დაახლოებით პირველისკენ უკვე პირველ ნახევარზე გავალ სახლიდან. და აქამდე გადავწყვიტე, რომ დღეს გავსულიყავი სანაპიროზე, რომ ცოტა რუჯი დამემატებინე, თან 5 წუთის გზაზე ვცხოვრობ ზღვიდან. დღეს დავფიქრდი და ძალაბრასდები ჩემ თავზე, რომ აქამდე ესე არ ჩავდივედი ხოლმე ხშირად. ეხლა არის 2:30 და 3 საათზე ვარ ჩაწერილი ფრჩხილებზე, უკვე ერთი თვეა მგონი მაქვს ეს ფერი და ვეღარ ვიტან, რამე ნეიტრალურს დავუბრუნდები ისევ, რაც ჩემია. ვიყიდე რამოდენიმე რაღაც, რომ დღეს ჭამო, იმიტომ რომ არაფერი არ იყო სახლში და რაც უნდა წავიღო, ეგეც ვიყიდე, ამიტომ ახლა გაჩვენებთ. თან სნეკები მაქვს, რაც გზაში გამოდგება და დაგათვალიერებინებთ, რამე მაქვს ხოლმე ყველა მოგზაურობის დროს აუცილებლად. მოკლედ, პირველ რიგში აუცილებლად მაქვს ვილედას აესხრობელი გზაში. ეს სახლისთვის ვიყიდე. არ ვიცი, რატო გადავწყვიტე სახლის ნივთების ყიდვა გამოფრენამდე, რამდენიმე საათით ადრე, მაგრამ ესეთი ძალიან კარგი ბალიშის პირები ვნახე და ბარემ ვიყიდე. ასევე ნაგვის პარკი. ვილედას ჩემი საყვარელი ნაჭერი არის ეს სამზარეულოსთვის. სველი ხელსაყრელების garaშე წარმოუდგენელია ჩემი მოგზაურობა და გადავიდეთ ახლა ისეთ ნივთებზე, რაც სამგზავროდ დამაქვს, აუცილებლად საღეჭი რეზინი. Pringles-ი ამჯერად პატარა ვიყიდე, დიდი მიმოქვს ხოლმე, მაგრამ მეზარება თრევა. თან ჩვეულებრივად მატარებენ აეროპორტში და რატო უნდა გადავიხადო 3 მაგი ან 4 მაგი, არ ვიცი, ამიტომ წავიღე ეს როგორც Pringles-ი ცოტა მლაში, ასევე ჟელიბონი, რაღაც ნეიტრალური და ტკბილით მომიდება, M&M-სიც აქ მაქვს. ასევე ესეთი ჟელიბონი მაინც ის რო არ მეყოს. Coca-Cola არ მექვს, ახლა უნდა დავლიო. და დღეისთვის ვიყიდე პომიდორი. ამდენს ვერ შევჭამავთ. და კიტრი და ფეტეს ყველი მაქვს, ამიტომ სალათას მივირთმევ. ძალიან ცხელა მეგობრებო, ისეთ ცხელა რომ წარმოუდგენელია აქ გაჩერება და ძალიან კარგ დროს მივდივარ. ასევე აი იცით რას ვერ ვიტან 35 გრადუსი რო არის გარეთ. კაი დღეს 35 არ არის, 32 არის, მაგრამ მაინც და შემოვდივართ სახლში, რომელიც აი ისეთი საუნა არის, მეტი რო არ შეიძლება და სანამ კონდიციონერი გააგრილებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვკვდები. ამიტომ ახლა დაგემშვიდობებით, უნდა მოვწესრიგდე, გავივიდე ფრჩხილებზე და მერე დავიწყო ჩალაგება და სავარაუდოდ მაგასაც გაჩვენებთ, თუ არ დაიღალით ამდენი ჩალაგების ვიდეოთი, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრით კონტენტთან დაკავშირებით, თუ მოგბეზრდათ, თუ არ მოგბეზრდათ და ზოგადად რა გაინტერესებთ, ძალიან გამიხარდება და ორივესთვის ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით. დროებით აბა დაგემშვიდობებით. ველოდებით აქს 12 საათია ზუსტად და მივდივარ თითქმის 3 საათით ადრე, იმიტომ რომ მომწერა ლუფთანზამ ძალიან ცუდი სიტუაცია და სასწრაფოდ მოდითა, იმიტომ რომ ყველა ბილეთი გაყიდული არის და შეიძლება ბარგის მხრივ რამე პრობლემა იყოს, ამიტომ მოდი მივალ ადრე. ანუ აეროპორტში მოვედი ზუსტად 10 წუთში.
არ მქონდა ის გათვლილი, ვიფიქრე 15 წუთი მაინც იქნება თქო. სავარაუდოდ, იმიტომ რომ შაბათია, გადატვირთული ამოძრაობა და არ ვიცი 10 წუთი სადმილად 10 წუთში საქართველოში ვერსად. დღეს ძალიან ცოტა ხალხია, ათენში რომ მივდიოდით, კატასტროფული რიგი იყო, აქაც კი. ასასურველია, აქ გავიაროთ რაღაცაები. ეს არის ახალი შეფუთვით, ძალიან ორიგინალურია და რაღაცნაირად ძალიან მომინდა ამის შეძენა. ეხლა ძირითადად დავეთვალიერებთ სუნამოებს, იმიტომ რომ არის ჩემი სისვლა. მე პირადად ძალიან არ მომეწონა ქაილის სუნამო, არ ვიცი. ძალიან ტკბილია. ამ ბლაშებს მართლა ესეთი ფასი აქვს თუ აქ ფასდაკლებაა, ძალიან მაინტერესებს. ძალიან მიყვარს კვიპროსის ერთ-ერთი ლარნაკის duty free, აი აბსოლუტურად ყველაფერია და ხშირად ვამბობ ხოლმე ამას. მე პირადად ვიждები ბერგამოტის ნოტებზე და შემიძლია ახლა გაგიზიაროთ რამოდენიმე ჩემი ფავორიტი სუნამო. უი, Black Honey-ზე არის ფასდაკლება. ვიცი 24 ევრო არ არის ფასდაკლება, ეგ ისედაც ეს აღირს. მოდი დავიწყოთ ჩემი ყველასაყვარელი სუნამოები აქედან. აი მოვედით ჩემს სამუდამ სიყვარულთან. ვერასდროს ვერ მომბეზრდება, ესე მგონია, ეს გახლავთ მოლეკულა 4 ნომერი, ოღონდ ეს ცენტრი კი არ უნდა იყოს. გეტყვით ახლავე რომელია? აი ეს არის ჩემი სიყვარული. ვერასდროს ვერ მოგბეზრდება ალბათ. ანუ ყველა ნომერი თავისებურად ძალიან საინტერესო არის, თუმცა ჩემთვის 4 ნომერი არის შეუცვლელი მართლა. ასევე ძალიან მინდა დავტესტო ტიციანა ტერეზის Gemini, მაგრამ არ არის სამწუხაროდ ამ duty free-ში, მაინც და მაინც ეგ არ არის. ეთყობა ბესტსელერი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ როგორც ვიცი, კირკეზე უფრო პოპულარული ნამდვილად არ არის, ამიტომ არ ვიცი, ველოდები, როდის მიიღებენ. სხვადასხვა საქართველოში რომ მოვდიოდი, იქ გაჩვენეთ, რომ შალათილბურის აქვს უკვე სუნამოები, რაც ჩემთვის სიახლე იყო და კიდევ ერთხელ დავტესტავ. აი ეს ცისფერი მომეწონა, მე მგონი ყველაზე მეტად. სამწუხაროდ ჩემი საყვარელი დეოდორანტები აღარ იყიდება, უკვე ერთი თვეა ვაკვირდები და აღარ არის. არის მხოლოდ მამაკაცის რიტუალსის დეოდორანტები არის საუკეთესო. მან მაინტერესებს ეს რა ღირს საქართველოში, იმიტომ რომ აქ 17 ევრო და ჩვენთან ალბათ 100 ლარი მაინც აღირება. ეს მიუმინო სათვალეები მიხდება თუ არა დამწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ კუთვნილი მაქვს დადგმული და ეხლა დავჯექი, მივირთმევ ღვინოს, თეთრ ღვინოს. გავსინჯავ. ესეთი ჭიქაც მომცეს. თან განახებთ რა ვიყიდა duty free-ში. ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც. შალათილბურის ესეთი ტუში, პატარა travel size. ასევე შევიძინე flawless filter, რომელიც ასევე travel size არის. და ნომერი გახლავთ 3 fair. და ეს არის ჩემი ფავორიტი პროდუქტი. უკვე ერთი ესეთი დავამთავრე, უბრალოდ ვამთავრებ, ამიტომ მეორეც ვიყიდე. და სავარაუდოდ უკანა გზაზე დიდ ზომასაც ვიყიდი, რომ უფრო მეყოს, იმიტომ რომ ისე სწრაფად და ისე კარგად მე პროდუქტი არ მიხმარია, საოცრება არის. და ასევე რიტუალსის დეოდორანტი, რომელიც ჩემი ფავორიტია. გაჩვენებთ რა მიდევს ჩანთაში მოგზაურობისას, იმიტომ რომ ამ ვალაგე და ვალაგებდი ხამ ჩანთას, იმიტომ რომ ძალიან მეყრილი იყო და თქვენთან ერთად ჩავალაგებ ტუჩის ბალმი და ხელის კრემი, საგაჭირესნები, საფულე, სახლის გასაღები. ეს მეხსიერების ბარათი, თუ არ მეყოფა ტელეფონში ადგილი და ხშირად ხდება ეგ, აქ გადავიტან მარტივად.
ორი თვის ამაგრე. ახლა ჩავალაგოთ კენეონელა სველი ხელსახოცი. ჟელიბონი 1 და ჟელიბონი 2. ანუ იმდენი სნექი მიდევს, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს არაფერს. ჩუპა-ჩუპსი. ჩიპსი პაპრიკის, ანუ მლაშე მომიდება, თუ კვილი მომიდება, არ ვიცი, M&M-ი. AirPod-ი ყოველი შემთხვევისთვის რა იცი რა ხდება. ერთი კი მაქვს უკვე, მიკეთია, მაგრამ მაინც. დამტენი აუცილებლად. ჩემი სამკაულების ჩანთა, ყოველთვის ჩემთან ერთად არის, არ ვაბარებ. DJI-ის ტელეფონის ჩასადები. ასევე მიდევს ტელეფონის кейსი და ხელსახოცი. AirPod-ის кейსი. კამერის кейსი. სათვალე 1, სათვალე 2. რაც შევეძინე დუთიფრიში, ესენიც მოგჩაგდებული. თმის რეზინები. კიდევ ერთი სული ხელსახოცი მაქვს აქ. და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი iPad-ი, რომელშიც ახლა გადმოვწერ რაღაცებს და მოვემზადები გასაფრენად. Neo, they're about 320 Neo, therefore we can't ask you. Sich über die Lufthansa-App oder lufthansa.com ჩამოვედი და ახლა ველოდები ტაქსს, იმიტომ რომ ძალიან საწვალებელი არის მატარებლით წასვლა და მე პირადად მეზარება თან ძალიან დავიღალე. ამიტომ მოვა ახლა 5 წუთში ჩემი ტაქსი და დაახლოებით 20 წუთში უკვე მივალთ. ანუ ძალიან კვირა დღე არის ამათთვის. ჩამოვედი, როგორც იქნებ 1000-თან ვარ და ცოტას დავისვენებ, მე გავალთ ყავაზე და საუზმეზე, იმიტომ რომ ცოტა მომშივდა. საოცარი ხედი აქვს 1000 ოთახიდან გიშდები. ძალიან ცხელა, არ მეკონა ესე თუ ცხელა და კი ეწერა 12 გრადუსი, მაგრამ აი კვიპროსზე მეტად ხო არ ეცხელება თქო და შევცდი მე მგონი მართლა ძალიან ცხელა, მაგრამ შემდეგი შაბათ-კვირა იქნება ცოტა წვიმა და სიგრილე და ამოვისუნთქებ. ეხლა იწყება ყველაზე ესეთი ცხელი დღეები კვიპროსში და ამიტომ მინდოდა რომ რაღაცნაირად გადამეტარებინა და გამოვქცეულიყავი იქიდან. დავისვენებ ახლა და მალე დაგიბრუნდებით. გამოვედი გარეთ. იმიტომ რომ სახლში ძალიან ცხელა და რადგანაც კვირა დღე არის, ყველაფერი არის დაკეტილი და ვცდილობ ვიპოვო ადგილი, სადაც დავჯდები და მოვწრობავ ლუდს, ბევრს არაფერს ვითხოვ. ძალიან ცოტა ადამიანი არის ქუჩაში და ძირითადად პარკებში არიან ხოლმე დასვენების დღე რადგანაც არის. ძალიან რთულია ესე ცხოვრება, მე ბევრჯერ მიხსენებია ჩემს ვიდეოებში, TikTok-ზე უფრო ხშირად, რომ ყველა როდესაც ისვენებს კვირა დღეს და მასიურად ესე ყველაფერი დაკეტილი არის. არ ვიცი, მე პირადად ეგეთი დასვენების დღე არ მენდომებოდა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ჯობია რომ რაღაცნაირად ცვლები იყოს, ზოგმა მაგალითად დაისვენოს პარასკევი შაბათი, ზოგმა არ ვიცი, ორშაბათი, სამშაბათი, სხვადასხვა დღეებში მოკლედ. იმიტომ რომ აი, არ ვიცი, მკვდარი არის ქალაქი და ესე არის ევროპის უმეტეს ქვეყნებში. კვირა დღეს არაფერი არ ხდება.
და მე ვიღაცებმა დამიწერეს კომენტარებში, რომ აბა ის არის კარგი, რომ მონურად ამუშავებენ საქართველოშიო და მე მაგას არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ სტანდარტული სამუშაო დღეები და სამუშაო გრაფიკი იყოს უბრალოდ კვირა დღეს მასიურად ყველა არ უნდა ისვენებდეს, იმიტომ რომ მე რო დავისვენებ კვირა დღეს და ვერ წავალ სალონში, ვერ წავალ კაფეში, ვერაფერს ვერ ვიზამ სიტყვაზე, არც ეგ არ მიმაჩნია სწორად. იმედი მაქვს, რომ აქეთ მაინც ვიპოვი რამეს, იმიტომ რომ უფრო ცენტრალური უბანი არის, აი კოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გავდივარ და არ ვიცი, დიდად არაფერი არ შეცვლილა სხვათა შორის, ყველაფერი ისევ ისე არის, შენობებიც ადგილზეა. ერთადერთი აი ეს არის რაღაცა გადატიხრული, ეტყობა რამეს აკეთებენ. ძალიან მინდოდა საშოპინგოდ წასვლა დღეს, სანამ თათა არ არის ვიფიქრე, რომ რამეს ვნახავდი, თუმცა დაგეტილია. ის აუცილებლად. გავიდეთ ახლა ოპერასთან და გაჩვენებთ ყველაზე ლამაზ ხედს. გიჟდები ამ ადგილზე. ყველა შენობა ერთად ჩანს ძალიან ლამაზად და დაგათვალიერებინებთ, რა თქმა უნდა. ჩემი ოცნობის მანქანა. მივუახლოვდი ოპერის ტერიტორიას და ნახეთ რა ლამაზია. აქ მე მგონი რაღაც ფესტივალი ტარდება. ძალიან ცხელა, აი ძალიან. მოდი კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ საშოპინგო ქუჩები. ფრანკფურტში მართალია ჩემს ვიდეოში 1 წლის წინ გაჩვენეთ ყველაფერი. ფრანკფურტი კლიენტად ამოვწურეთ, მე მგონი ძალიან პროდუქტიული და კარგი ვლოგი გამოგვივიდა. მომწონს და ლონგჩემპის მაღაზია არის. ეგა მაინტერესებს მანახ. აუ სხვათა შორის გუჩი ძალიან არ მიყვარს, რატომღაც. ერთი არის იმიტომ რომ ძალიან მინდა მიუმიუს ერთ-ერთი ჩანთა, რომელიც არის აი ნაჭრის. ხე მე ეს რასი საყვარელია. ეხლა ჩვენ მოვედით food festival-ზე, ოპერას პლაცზე, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ და სხვადასხვა ქვეყნიდან შეგვიძლია დავაგემოვნოთ კერძები. მე ამ შემთხვევაში ავარჩიე ესპანური სამზარეულო, სანგრიაზე ვგიშდები, ამიტომ ეხლა გავსინჯოთ. ძალიან გემრიელი არის. მგონი ძალიან კაი ვარიანტია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები დავაგემოვნოთ. გამარჯობა მეგობრებო, ჩემი მიზანი არის, რომ ვიპოვა კარგი ყავა. სამეზობლოში, თენთათა ძალიან კარგად დილას ცხოვრობს და დიდი არჩევანი არის. და ასევე წავალთ რამდენიმე მაღაზიას დავათვალიერებთ და მოვიწყობთ შოპინგის დღეს. Thank you. Thank you. Have a nice day.
თან კაია. ძალიან მომწონს. ცოტა სქელი არის ეს მაისური, მაგრამ არ ვიცი, იდეალურია მაინც. თან საზაფხულო ფასტაკლებები აქვთ 40%-მდე, ამიტომ ამ მაისურს ვიღებ. აი ამ პერანგზე არ ვიცი, იმიტომ რომ ცოტა მამაკაცის დგომა აქვს და ძალიან რაღაცა უაზრო ფორმით არის, ამიტომ მე მგონი არ ღირს ამის ყიდვა. რას ფიქრობთ? მეტად შემეძლოს რომ პირდაპირ კითხოთ და ეგრევე რაღაც ის მოვაწყოთ ფოლ, რომ ვის უფრო მოსწონს და ვის არა და დამეხმარებოდეთ გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის ძალიან სადა, წელში გამოყვანილი მაისური, რომელიც საოცარი ხარისხია. აი საოცარი მართლა ძალიან მომწონს. თან ფასიც საკმაოდ დაბალი აქვს ვიდრე სხვა მაისურები. და კიდევ რა დააკლდება, იქნება იდეალური, ამიტომ ეს აუცილებლად მოდის ჩემთან ერთად. ასევე ვეპავა ესეთი ჯინსი, რომელიც წელზე ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს, მაგრამ ფარტხუნაა და არ ვარ დარწმუნებული. კიდევ მინდა თუ არა მეხუთე ესეთი ჯინსი, ანუ მაქვს რამოდენიმე და მგონია რომ საკმარისია და არ ვიცი. ძალიან საგონებელში ვარ. ფასტაკლებებია ყველგან. თითეთ არ მომწონს არაფერი, რო არ მოგატყუოთ. %-იც კი აკლდება. მოდი ვნახოთ რა ღირს. 55 евро 120-ის ნაცვლად. €19. ეს ერთი ვარიანტი ყავს. მოიცადე სმოლეგინგა, ხო? რომელი ჯობია, არ ვიცი. გიშტები Urban Outfitters-ის ესეთ ჭიქებზე. ლამაზი ფერებია ძალიან. რა საყვარელია?
ნახეთ რა საყვარელი ჭიქებია. და არა მარტო. აი უსაყვარლესია. ყველაზე მეტად მიყვარს ორგანიზაციის მაისურები და წავიდეთ ერთხელ და დავათვალიეროთ ერთად. ნახეთ რა მაგარი რაღაცაებია, ტუსაცხვები, ბაუნს. ეს თან ბრელოკი როა ვგიშდა. ეხლა შემოვედი ლულულებელში, ეს ელასტიკი ძალიან მომწონდა სურათებში, მაგრამ უზომოდ გრძელი მქონდა და ასაა ესეთი ტოპი, რომელიც ზალმის ფერია, მაგრამ პატარა იყო და რაღაცნაირად ძალიან დავიღალე. ეხლა აი უკვე ხო იცით არაფერი რო აღარ გერგება, ზომასაც რო აღარ არჩევი, იღლები აიგრევა, ამიტომ უნდა წავიდე ეხლა და დავისვენო. ეხლა უნდა გავსინჯო Five Guys-ის ბურგერი. დამოუკეთეს ყველაფერი free გამოიყურება საოცრად. და მე ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია Five Guys და არ მახსოვს და ფაქტობრივად თავიდან ვსინჯავ. და გავსინჯო თქვენთან ერთად. ძალიან კარგია, ძალიან. დაახლოებით რამეს რო შევადარებდი ვენდისის ფრის საქართველოში თუ გავსინჯული რა გექნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ კანი აქვს იმასაც და ამასაც. ძალიან კარგია. ახლა გავსინჯოთ ბურგერი. ძალიან კარგი, ახლა შევჭამ და მე დაგიბრუნდებით. ახლა შემოვედი გალერეაში, სადაც არ ვიცი მილიონი ბრენდია მართლა და რიტუალსის სტენდთან გიშტები ისე კარგად აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ რაღაცა ეს არის ონკანია ძალიან ლამაზი, შეგიძლია დატესტო ნებისმიერი პროდუქცია. და რაც მაგეთანა მე შეიძინო ძალიან მომწონს. ასევე ახლა მოვედი ლოქსიტანთან, სადაც თვალი მაქვს დადგმული აი ამ ზეთზე. და ნუ ხელის კრემები აქვს საოცრად კარგი, ძალიან მიყვარს მათი ხელის კრემები. ასევე აქვს shower oil, რომელიც მგონია რომ კარგი იქნება, მაგრამ არ მინახავს რივიუები. ძალიან მიყვარს ნიშანის Ani. და ძალიან კარგი არჩევანია სუნამოებში. და მომეწონა ერთ-ერთი დიპტიკის სუნამო. უბრალოდ არომატი. დიდი ხანი ავტესტავ ამ ბრენდს და ვიპოვე ის, რომელიც ძალიან მომწონს და გაგიზიარებთ თუ ვიყიდი. მეგობრებო, სასწაული ლუდი გავსინჯა და უნდა დაგანახოთ იქნებ სადმე შევხვდეთ. ძალიან მომეწონა, ესეთი თემრიალი ლუდი დიდი ხანი არ დამოგავია და თუ შევხვდათ სადმე აუცილებლად გასინჯეთ, ვისაც გიყვართ.